პირველი არხი. წარმოგიდგენთ. მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. გზამნილი საქართველოს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სახელით. ჯოზეფ ბაიდენის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი და ამ ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები. უსაფრთხოება, ეკონომიკური მხარდაჭერა, დემოკრატიული რეფორმები და ღია მინიშნება რუსეთს. ამერიკა არ ცნობს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას და რუსული გავლენის სფეროებს. ასევე ღიად აცხადებს, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები და მთავარი აქცენტები. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. უსაფრთხოება, ეკონომიკური დახმარება და მხარდაჭერა დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაში. თეთრი სახლის პოლიტიკის დემონსტრირება თბილისში. ჯოზეფ ბაიდენის ორდღიანი ვიზიტის მნიშვნელოვანი გზავნილები და პირველი პოლიტიკური შეფასებები. მე დღეს ხაზი გავუსვი ამერიკის დიდ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელი ქვეყნების სახით და ჩვენ მოუწოდებთ მსოფლიოს არ აღიარონ ეს წარმონაქმნები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსეთს მოუწოდებ პატივისცეს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაშია მოცემული, რომელიც მოიცავს ყველა ძალების გაყვანას კონფლიქტის წინა პოზიციებზე საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საერთაშორისო მონიტორინგის გახორციელებას, რომ მიღწეული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მხოლოდ აყვავებული და ძლიერი საქართველო არის პერსპექტივა, რითაც უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დავანახოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს, რომ ისინი თავისუფალი მოქალაქეები იქნებიან ამ აყვავებულ ფედერალური მოწყობის ქვეყანაში. დაყოფილი და დანაწევრებული საქართველო ვერაფერს მიაღწევს, ხოლო ერთიანი საქართველო კი მიაღწევს იმ ოცნებებს, რომელიც თქვენ წინაპრებს ჰქონდათ. For yesterday, but also to thank the United States and you personally for all your help and for securing this $1 billion absolutely critical assistance for rebuilding immediately the aftermath of last year's აღნიშნეთ, რომ საქართველო მუდმივად საგარეო საფრთხეში იმყოფება და ნაწილობრივ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს. ამის მიუხედავად არჩევანი შეუქცევადია. გავხდეთ თავისუფალი სამყაროს და ევროპის ნაწილი. გავწევრიანდეთ ევროატლანტიკურ ალიანსში. ევანდელმა გამოსვლა მე მგონი საბოლოო წერტილი დაუსვა ყველანაირ კითხვის ნიშანს, რომ საქართველო არ იქნება მძევალი არც ერთი სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილების და საქართველოს გააჩნია დამოუკიდებელი და ძალიან დიდი პოლიტიკური ღირებულება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს იყო მართლაც უმნიშვნელოვანესი სიგნალი. ამერიკის შეერთებული შტატები არ ახდენს თავის პოლიტიკის პერსონიფიცირებას, მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მიაჩნია, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარებისათვის, ამდენად ჩვენი პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხის და მომავლის წინაშე და მთელი რეგიონის წინაშე არის გაორმაგებული. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დაპირება ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარება იქნება ძირითადი განსაზღვრელი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში სამომავლოდ. ამერიკა არასოდეს აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, არ ცნობს გავლენის სფეროებს და დაეხმარება ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და ქართული პოლიტიკური სპექტრი ვიზიტის მნიშვნელობაზე. Thank you very much to Georgia. რამდენიმე წუთში ირაკლი ალასანია, გიორგი თარგავაძე, ბათუ ქუთელია, გიორგი კანდელაკი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმარი გახლავთ ალიანსის საქართველოსათვის შემადგენლობაში ახლახან შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიის ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატებისა და ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია. საღამომშვიდობის ბატონო ირაკლი. საღამომშვიდობის. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო ირაკლი, შეფასება ვიზიტის 2 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა ამ კუთხით, უკვე ვიზიტის დასრულების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჯოზეფ ბაიდენმა დატოვა საქართველო. საუბარი დავიწყოთ იმით, რა შედეგი დადგა ან დადგება ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოსთვის. მე მინდა აღვნიშნო აბსოლუტურად გადაუჭარბებლად, რომ ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობებისთვის. აქ ძირითადად ორი მომენტია აღსანიშნავი. პირველი ეს არის
ის თემა, რაც ეხება ჩვენს უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ამაზე იყო ძალიან ნათელი განცხადება გაკეთებული პარლამენტშიც, რომ არ დაუშვებს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან და არა მხოლოდ არ იქნება აღიარებული ის ტერიტორიები, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის, არამედ შეუწყობს ხელს საქართველოს ამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ბუნებრივია. აქ იყო საუბარი ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაზეც, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ეს არის სწორედ ყოველი ჩვენი მოქალაქისთვის იმ უსაფრთხოების გარანტიების შემქმნელი, რაც აუცილებელია საომავლოდ, რათა განმავითაროთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა და ვიყოთ რეალურად ნაწილი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების. მეორე ნაწილი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის დემოკრატია. დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა და ჩვენ პირად შეხვედრაზე ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტთან ეს დაპირება ძალიან ნათლად და მკაფიოდ მივიღეთ, რომ გადამწყვეტი როლი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მომავლისთვის აქვს, რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი საზოგადოება რეალურად დაანახოს დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს პროგრესი დემოკრატიულ რეფორმებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, როგორ განვითარდება ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები და ეს არის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც უნდა განახორციელოს. შეხვედრის დასრულების შემდეგაც აღნიშნეთ, მოდით მაშინ ამაზეც ვისაუბროთ, ამ რეფორმების პროცესში, რეფორმების განვითარება, რომელიც არის ურთიერთობებში, სამომავლო ურთიერთობებში განსაზღვრელი ფაქტორი. ამ რეფორმების გაგრძელების პროცესში რა როლი ენიჭება შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას და ამ პროცესში როგორია ოპოზიციის როლი, ბატონო ირაკლი? პასუხისმგებლობა ამ რეფორმებზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას რა თქმა უნდა არ ეკუთვნის. ეს არის ჩვენი ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გამოიკვეთოს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რეალური ალტერნატივები შევთავაზოთ ამ რეფორმების განხორციელებისთვის და ჩავერთოთ მოლაპარაკების პროცესში. მაგრამ ხელისუფლების რეალური ალტერნატივას აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი იქნას პოლიტიკური ნება. აქ არის საუბარი ალტერნატივა შეთავაზებებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, საარჩევნო კომისიის ცვლილება, ის კონსტიტუციური რეფორმები, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში, რათა ეს თავმოყრილი განუზომელი ძალაუფლება პრეზიდენტის ხელში რეალურად გადაბალანსდეს სხვა ხელისუფლების შტოებში, ანუ აღდგეს ბალანსი კონსტიტუციური საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის და ამაში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია. ამ ინიციატივები თავის დროზე და ცოტა ხნის წინაც გამოვიდა ხელისუფლება, მაგრამ ამ პროცესში არ ჩართულა ოპოზიცია. ხელისუფლების ყველა შემოთავაზება არასდროს არ იყო კონკრეტული და არც ერთი დაპირება, რომელიც აქამდე იყო გაკეთებული პრეზიდენტის მიერ, დაწყებული კიდევ ერთხელ გავიმეორებ სექტემბერში, როდესაც გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა განცხადება, არც ერთი მათგანი არ იქნა შესრულებული. დღეს ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნიდან, უпроსტოდ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტისგან, რა თქმა უნდა, ისევ ეჭვსპადებს, რომ ეს არ არის გულწრფელი შემოთავაზებები. იმიტომ რომ აქამდე არც ერთი სიტყვა მისი არ შესრულებულა ამ კუთხით. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლების, საზოგადოების წინაშე, რომ გავხდეთ ამ პროცესის მონაწილე. და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი ზოგადად ერმა და საზოგადოებამ, რომ დავიწყოთ პოლიტიკური კონსენსუსის და გამოსავლის ძიება და აქ ჩვენს გვეკუთვნის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მიერ გაკეთებულ განცხადებებში არაერთი ხაზგასმა დემოკრატიულ პროცესებზე, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე არის თუ არა ეს გზავნილი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისათვის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იბრუნონ ამ ეს არის ხელისუფლებისთვის გზავნილი, რომ ის დაპირებები დემოკრატიული რეფორმების შესრულდეს კონკრეტული ნაბიჯები და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენთვისაც, ოპოზიციისთვისაც და ზოგადად საქართველოს მიმართ არის ეს გზავნილი. ბაიდენის ჩამოსვლა არ უკავშირდება იმას, რომ ის უჭერს რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარს, ის უჭერს ქართველ ერს, საქართველოს და მის დემოკრატიულ განვითარებას მხარს. ანუ ადმინისტრაცია განცხადებაში გამოიკვეთა ისიც, რომ ის ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. აბსოლუტურად არც ერთ მის განცხადებაში ეს არ ყოფილა და ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ის უჭერს საქართველოს და რა თქმა უნდა ურთიერთობას ორ მხრივს ის ამყარებს საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ლოგიკური და რა თქმა უნდა სწორი. მაგრამ არცად არ ყოფილა და ეს იყო ძალიან ნათლად ნათქვამი ჩვენ შეხვედრაზე, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერს მას. მაგრამ ბატონო ირაკლი, როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ პასუხისმგებლობაზე, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების, პარლამენტში დღევანდელი გამოსვლის დროს ხაზგასმა იმაზე, რომ საკითხები უნდა განიხილავდეს პარლამენტში და არა ქუჩაში, იმაზე, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ძალაუფლების და ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი კონსტიტუციური და დემოკრატიული გზით. იყო თუ არა ეს პირდაპირი გზავნილი, პირდაპირი ნათქვამი ოპოზიციისათვის, მათ უარი თქვან ქუჩის აქციებზე ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში და დაელოდონ არჩევნებს ხელისუფლების შესაძლებლად. ჯერ ეს ერთი ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას ახმული ისე, რომ
ადამიანებს, მოქალაქეებს ვინმე, ან თუნდაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი უგრძალავს თავისი პოზიცია გამოხატოს ქუჩაში, მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. ჯერ ეს ერთი ეგეთი პირდაპირ რჩევა არ ყოფილა, რჩევა იყოს ის, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას ორივე მხარე. ეს არის აბსოლუტურად სწორი და ჩემი პოლიტიკური პარტია სწორედ ამ გზას დაადგა. ჩვენ ვთქვით, რომ მივიღებთ მონაწილეობას ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც მიმართული იქნება ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო გარემოს შეცვლისკენ და მივიღებთ მონაწილეობას ყველა არჩევნებში, რომელიც გარანტირებული იქნება ესეთი ახალი საარჩევნო პირობები. რა შემთხვევაში დაიწყება ეს რეალურად ეს პროცესები, თუ კი თქვენ ნდობას არ უცხადებთ ხელისუფლებას და ხელისუფლების მიერ წარმდგმული ინიციატივები ნდობას არ იმსახურებს თქვენს ეს? ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული შემოთავაზებებიც გააკეთოს და ამ შემთხვევაში თუ კი ეს დავინახეთ, რომ პოლიტიკური ნება არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მის შემდეგ, როდესაც გვინახია ძალიან მრავალი დაპირება და არც ერთი სიტყვა არ იქნა ხელისუფლების მიერ შესრულებული კონკრეტულად დემოკრატიულ რეფორმებზე. მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა რომ ჩავერთოთ ამ პროცესებში და ხელისუფლებასთან ერთად ვეძებოთ გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან და ამაში მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს. ბატონო ირაკლი, მოდით რამდენიმე შეკითხვა თქვენს დღევანდელ შეხვედრაზე ჯოზეფ ბაიდენთან. შეიძლება თუ არა იმაზე საუბარი ვიზიტის დასრულების შემდეგ კონკრეტულად რა საკითხები განიხილებოდა ამ შეხვედრაზე და როგორი იყო მათი პოზიცია თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე? ჯერ ეს ერთი თავიდანვე აღნიშნავ, რომ ეს შეხვედრა იყო დახურული, ამიტომ ყველა დეტალზე ესე ღიად ლაპარაკი არ შემიძლია, ეს იყო ამერიკული მხარის მოთხოვნა. რაც შეეხება ძირითად, ასე ვთქვათ, თემას, რაც განხილული იყო, გარდა უსაფრთხოებისა, რომელსაც ბუნებრივია ჩვენ შევეხეთ, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უნარიანობის გამყარებისა, იყო საუბარი საარჩევნო გარემოს შესვლაზე კონკრეტულად. საარჩევნო კანონმდებლობაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნა ჩვენს მიერ გამახვილებული პოლიციის და სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობის გააქტიურების, რათა არ მოხდეს მათი ჩარევა და აღარ გაგრძელდეს ისეთი პოლიტიკური ნიშნით დაჭერები, როგორც ეს აქამდე კეთდებოდა, ამიტომ აუცილებელია ესეთი ზედამხედველობის მექანიზმი მოიძებნოს, რათა პროცესებს თუნდაც არა მარტო პოლიტიკურ, პირდაპირ საარჩევნო პროცესებში ჩარევას ჩამოცილდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რა თქმა უნდა იყო მედიაზე ლაპარაკი ძალიან ჩვენ გადავეცით ის მიმართვა, რომელიც გაავრცელა ჟურნალისტურმა საზოგადოებამ. ამაზე ძალიან კონკრეტული საუბრები ჰქონდა, ჩვენ მივაწოდეთ კონკრეტული მასალები ვიცე-პრეზიდენტს, თუ რა დარღვევები იყო ჩადენილი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ამავდროულად დაუდასტურეთ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა არ გაურბივართ როგორც ოპოზიცია, ჩვენ ჩავერთვებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში, ეს არის ჩვენი დაპირებაც და პასუხისმგებლობაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ და რა თქმა უნდა ის აღინიშნა ჩემი მხრიდანაც და ჩემი კოლეგების მხრიდანაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ფუნდამენტალური განსხვავებები ხელისუფლებასთან ძალიან ბევრ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთიანი საგარეო მტრის მიმართ და ყოველთვის ვიქნებით ერთიანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ბატონო ირაკლი, საინტერესო რა პოზიცია ქონდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს უშუალოდ თქვენი ალიანსის ინიციატივაზე, რამდენიც მახსოვს, თქვენ გქონდათ სურვილი მიგეწოდებინათ მათთვის ინფორმაცია და გაქვთ ეს იდეა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ან საერთაშორისო წარმომადგენლობა იყოს ერთგვარი გარანტორი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მოგვარებაში. კი, აქ არ არის საუბარი მედიაციაზე, აღმოს მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური კულტურა, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები შეძლებენ გარკვეული გამოსავლის ერთობლივად ძიებას ამ პროცესში, მაგრამ აუცილებელია ესეთი ავტორიტეტული გამოცდილების მქონე საერთაშორისო გამოცდილების მქონე პირი, ან თუნდაც ორგანიზაცია გახდეს გარანტორი შესრულებული, ანუ მიღწეული შეთანხმებების შესრულების, რათა გაჩნდეს რეალურად ნდობა ამ მოლაპარაკების რეზულტატის შესრულების მიმართ. ეს რა თქმა უნდა ჩვენ უთხარით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ძალიან სასიამოვნო იყო ისიც, რომ ამაში ერთსულოვნება გამოხატა როგორც საპარლამენტო, ასე ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიციამაც და ჩემი აზრით ეს ასე ვთქვათ ინფორმაცია და მინიშნება ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული, რა თქმა უნდა გადაწყვეტილება მათია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ის მტკიცე თანადგომა საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართ იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ ესეთი ნდობა აღდგეს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. გარდა ამისა, ვილაპარაკეთ როგორც ინსტრუმენტად და ერთ-ერთ საშუალებად გამოყენებული უნდა იყოს აუცილებლად და იქნება საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, სადაც ძირითად მიმართულებად ერთ-ერთ ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად არის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა. და იქნება კონტროლი, ამ ვიზიტით ამ ქარტიის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის ერთგვარი განხორციელება დაიწყო და
აი ზუსტად მაგაზეა ლაპარაკი და კონტროლი იქნება იმაზე თუ როგორ ასრულებენ მხარეები და მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს აღებულ ვალდებულებებს ამ დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. და საბოლოოდ ერთს ვეთქვი, ძალიან მთავარი გზავნილი და მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების, სტრატეგიული ურთიერთობების მომავალს დააფუძნებენ სწორედ აი ამ დემოკრატიული რეფორმების პროგრესზე. და ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და რა თქმა უნდა ჩვენს ოპოზიციასაც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რა გზავნილიც მიიღო ჯოზეფ ბაიდენის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებებით მოსკოვმა. თქვა როგორც ყოფილი დიპლომატი და როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი პირადი წარმომადგენელი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გზავნილი და რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ ბაიდენის თბილისში გამოსვლა, საქართველოს პარლამენტში გამოსვლა იქნებოდა ასეთი მკვეთრი შინაარსის განცხადებებით რუსეთის მისამართით. სიმართლე გითხრა, მქონდა ესეთი მოლოდინი. ისეთ დროს დაიგეგმა ეს ვიზიტი პრეზიდენტ ობამას ვიზიტის შემდეგ მოსკოვში, რომ სწორედ ესეთი ძალიან მკაფიო და ნათელი გზავნილი უნდა ყოფილიყო რუსეთის მიმართ გაკეთებული. ეს რა თქმა უნდა ყველა ჩვენთაგანისთვის, ყველა მოქალაქისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, ბუნებრივია, ვინ ოპოზიციაშია, ვინ ხელისუფლებაშია, თუ ნებისმიერი მოქალაქისთვის ეს არის კიდევ ერთი გარანტია იმისი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესები ჩვენს ქვეყანაში რჩება, დარჩება და არასდროს აღარ დაუშვებს მსოფლიო ისეთი აგრესიის განმეორებას რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ, როგორც მოხდა აგვისტოში. ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობის გადატვირთვა არ მოხდება საქართველოსთან ურთიერთობის ხარჯზე, ეს დაადასტურა კიდევ ერთხელ დადასტურებული ბაიდენის ჯოზეფ ბაიდენმა, მაგრამ როდესაც ობამამ გააკეთა მოსკოვში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება, მედვედევის მხრიდან ამას არ მოყოლია განცხადება და პასუხი, თუმცა ერთგვარ საპასუხო ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დიმიტრი მედვედევი ჩავიდა ცხინვალში. როდესაც კიდევ ერთხელ ამერიკის ადმინისტრაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან ფიქსირდება უშუალოდ საქართველოში ასეთი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. რა ნაბიჯი შეიძლება ველოდოთ ამ შემთხვევაში მოსკოვისგან? არც ერთი ნაბიჯი, თუნდაც ხვალ სოხუმში ჩავიდეს პრეზიდენტი მედვედევი, არ იქნება განსაზღვრელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლის საერთაშორისო თანამეგობრობის და მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა იმ აგრესიით მოპოვებული ახალი რეალობის, რომ მოხდეს ამის ლეგალიზაცია, ეს არ მოხდება. მსოფლიო არასდროს არ დაუჭერს მხარს არც აფხაზეთის, არც ხიზვალის რეგიონის დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს მნიშვნელოვანი იმით იყო კიდევ ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა, რომ მან აშკარად და ნათლად დაადასტურა, რომ არა მხოლოდ არ აღიარებას უჭერს მხარს, არამედ მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს საქართველოს გამთლიანების პროცესში. თუნდაც აი ამ პოზიციას კიდევ ერთხელ მკვეთრად დაფიქსირებამ შექმნილ რეალობაში ოკუპირებულ რეგიონებში რამდენ შეიძლება სურათი შეცვალოს ახლო მომავალში? ახლო მომავალში ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ რამე კარდინალური ცვლილებები განხორციელდება. პირველ რიგში უნდა მოხდეს გამყარება იმ საერთაშორისო მონიტორინგის მისიის, ანუ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, რომელიც დღეს არის ერთადერთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც დარჩა კონფლიქტურ ზონებში და რაც მთავარია, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაგეგმილი აქვს რაღაც ფორმით, გარკვეული ფორმით გახდეს თანამონაწილე ამ მისიის. ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკების საგანია და ალბათ წინ არ უნდა გაუსწროთ მოვლენებს, მაგრამ ამაზე რომ მიდის კონკრეტული მუშაობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ბატონო ირაკლი, დასასრულს ბოლოს შეკითხვა ისევ შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დღეს ნინო ბურჯანაძის მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებას საკნებთან და ყოველდღიურ აქციებთან დაკავშირებით. ეს ხომ არ არის ერთგვარი შედეგი ბაიდენთან არა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების დღევანდელი შეხვედრის? ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა არ გქონია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ესეთი გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია მიღებული და ამ ინიციატივას და ამ საპროტესტო აქციას ჰქონდა თავისი ლოგიკური დასაწყისი და უნდა ჰქონდეს რა თქმა უნდა ლოგიკური დასასრულიც. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ირაკლი ალასანია გახდათ პირველი თემის პირველი ნაწილის სტუმარი. დაგველოდეთ ჩვენი გადაცემა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. საღამოშვიდობის ბატონო გიორგი. მადლობა მოგახსენებთ მონაწილეობისათვის გადაცემაში. საუბარი რასაკვირველია უნდა დავწყოთ ვიზიტის შეფასებით, ვიზიტისა, რომელიც უკვე დასრულდა. რა შედეგი მიიღო ბაიდენის სტუმრობით და მის მიერ გაკეთებული განცხადებებით თბილისმა? ძალიან ბევრი ითქვა უკვე დღეს და მე აღარც კი ვიცი რომელი კუთხიდან მოვუარო და ახალი რა დავუმატო, ან ჩემს ნათქვამს, ან ჩვენი კოლეგების ნათქვამს. ფაქტი ერთია, რომ ყველანი დღეს ემოციურად ვართ ძალიან გადაღლილები და ყველას გვაქვს ასიამოვნო გრძნობა. გრძნობა იმისა, რომ
ჩვენი ეროვნული ინტერესების პარალელურად ამ რეგიონში არსებობს კიდევ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები, რომლის წარმომადგენელმაც დღეს უკვე ამერიკა კიდეც სათქვა ჩვენთან თქვა დახურულ შეხვედრაზე თუ პარლამენტში განაცხადა თუ გუშინ ვახშამზე თუ გუშინ ჩემთან პატარა გასაუბრების დროს, რომ საქართველოს წარმატება ამ რეგიონში არის ამერიკის შეერთებული შტატების წარმატება და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მარცხი და წარუმატებლობა არის ამერიკის შეერთებული შტატების წარუმატებლობა. ამდენად მთავარი გაკვეთილი, რომელიც პირადად ჩემთვის გამოვიტანე როგორც პოლიტიკოსმა და დარწმუნებული ვარ უკვე ძალიან ბევრი ფიქრობს ამაზე სერიოზულად საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს საქართველოს რეგიონში როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული რესურსის მატარებელ ქვეყანას. ეს არ ნიშნავს როგორც სრულყოფილი დემოკრატიის ქვეყანას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული რესურსის მატარებელ ქვეყანას. ჩვენ ვართ ლიდერი დემოკრატია რეგიონში, ამდენად პასუხისმგებლობა გვაქვს არა მარტო ჩვენი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რაც პირადად ჩემთვის გამსაზღვრელია და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, არამედ მთელი რეგიონის წინაშე. დემოკრატიული პროცესების რეფორმების გაგრძელებაზე აუცილებლობა შეიძლება ჩავთვალოთ გზავნილად როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, თუმცა პირადად ჩემთვის არა ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგან ღიად ვიტყვი და ალბათ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა დამეთანხმება, რომ მთავარი თემა ეს იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა. და ის განცხადებები, რომელიც გაკეთა დღეს ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, მე როცა უცქერდი, მეჩვენებოდა, რომ არა ტელევიზორში კი არ უყურებდი, პარლამენტში ვიჯექი და უყურებდი ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და უამრავ ადამიანთან ერთად, რომ ბატონი ბაიდენი ჩვენ კი გვესაუბრებოდა, მაგრამ ეს განცხადებები პირდაპირ იყო მიმართული კრემლისაკენ. ესე რომ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი დღეს საქართველოში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის. ბატონ გერგე, თქვენ საუბრის დასაწყისში თქვენ თავადაც გაიხსენეთ ამ 2 დღის განმავლობაში რამდენჯერ მოგიწიათ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა, იქნებოდა ეს ოპოზიციასთან დახურული შეხვედრა საქართველოს პარლამენტში თუ გუშინდელი ვახშამი. რამდენად მოსალოდნელი იყო, მე დავსვი ეს კითხვა ჩვენი გადაცემის პირველ სტუმართან და ისევ გავიმეორებ, რამდენად მოსალოდნელი იყო საქართველოსთვის, ქართველი პოლიტიკოსებისთვის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი თბილისიდან იქნებოდა ასეთი მკაცრი, თუ შეიძლება ესე ითქვას, და დააფიქსირებდა ასე მკვეთრად პოზიციას რუსული პოლიტიკის მისამართით. გითხრათ სიმართლე, ნათელ პოზიციას ველოდი, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მოსვლისთანავე გამოიკვეთა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ობამას ადმინისტრაცია რჩებოდა ერთგული იმ კურსისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წლების განმავლობაში კაფიო ალბათ. არა, მე არ ვიტყოდი, რომ თქვენ მხედველობაში გაქვთ თვითონ საუბრის და განცხადებების დონეზე ახალი ადმინისტრაციის, ხო? მეც ოდნავ ჩემთვისაც ოდნავ მოულოდნელი იყო, რადგან მე ველოდი, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ გაკეთებული განცხადება ჩარჩო იქნებოდა, რომლის შიგნითაც იტრიალებდა ემოციური დატვირთვის თვალსაზრისითაც და თუნდაც სიტყვების თვალსაზრისით, მაგრამ რაც დღეს მოვისმინე, ჩვენ ერთის მხრივ არ ძალიან დამაიმედებელი ჩემთვის და მართლაც უფრო მყარად აუგზნობ თავს როგორც ქართველი საქართველოში, მაგრამ მეორეს მხრივ ეს უკვე ჩემი პირადი შეხედულება არის და ალბათ ძალიან სერიოზული ფიქრი და ანალიზი დაჭირდება ამას, მათ შორის საექსპერტო ანალიზიც. მე პირადად მგონია, რომ ზუსტად ასეთი მკვეთრი ტონი და ყოველგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას მოკლებული განცხადებები არის მიზეზი, შედეგი უпроსორეთ იმისა, რომ ობამასა და მედვედევს შორის შეხვედრის დროს საქართველოსთან მიმართებაში არათუ რაიმე ტიპის შეხების წერტილი და შეთანხმება იქნა მიღწეული, არამედ მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია და ამერიკის ადმინისტრაციას დაჭირდა ასეთი ტიპის მკვეთრი ნათელი განცხადებების გაკეთება იმისათვის, რომ თუნდაც რუსეთის ფედერაციაში სამხედრო თუ პოლიტიკურ წრეებში ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე ტიპის ილუზიები, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მიდგომები ამ რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ოდნავ მაინც იქნება მიკიბულ-მოკიბული. ხო, შეიძლება ამას მოყოს კიდევ უფრო დაძაბვა ვითარების. არა, ასეთი ღია და ნათელი, მკაცრი, მკვეთრი პირდაპირი განცხადებები გაკეთდა სწორედ იმის გამო მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომხდარიყო პრევენცია და დღეს შეხვედრის დროსაც უთხარი მე ბატონ ვიცე-პრეზიდენტს, რომ ამ ჯერ ობამას ვიზიტის და შემდეგ უკვე ბატონი ბაიდენის საქართველოში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია უკვე
ახლა თლიანად არაფერს გამორიცხო არ შეიძლება, მაგრამ შეგვიძლია უკვე ფაქტობრივად გამორიცხოთ, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელების შესაძლებლობა არსებობდეს ახლა ამ პერიოდში. სხვათა შორის ეს მეორეს მხრივ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ესეც უთხარი მე ბატონ ბაიდენს და უფრო მეტად მისთვის კი არ უნდა მეთქვა, ამას გავიმეორებ ძალიან ხშირად ალბათ თქვენი ტელეეთერითაც და ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დროს. ეს ჩვენ გვაძლევს დროს, ეს გვაძლევს შანსს. ამ შანსის გამოუყენებლობა იქნება არა მარტო დიდი შეცდომა, არამედ დანაშაული, რადგან ჩვენ დღეს გვეძლევა შანსი საიმისოდ, რომ საქართველო გახდეს ობამას ადმინისტრაციის, ახალი ადმინისტრაციის, მართლაც ახალი დემოკრატიული მშვიდობის მყოფელი პოლიტიკის მთავარი განხორციელებელი მთელს რეგიონში. როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანა მე შანსი? უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესების ლოგიკის ფუნდამენტური გადახედვის კუთხით. აი ეს არის მთავარი ამოცანა. და თუ კი ჩვენ დავუშვათ გეოპოლიტიკურ ჭრილში ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებთან დაკავშირებით ინტერპრეტაციის არანაირი არც სურვილი და არც საშუალება გვაქვს არც ქართულ ოპოზიციას და ხელისუფლებას და თვით რუსებიც კი ერთმნიშვნელოვნად აძლევენ შეფასების მე რასაც მოусმინე, ხო? მეორეს მხრივ შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით ინტერპრეტაციის საშუალება არსებობს. ხელისუფლება ეცდება საბანი თავისკენ გადაკაჩოს, ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები ცხადია ვეცდებით ამას ჩვენთვის ასურველი ინტერპრეტაცია მივცეთ. მე ვეცდები რომ საზოგადოება აღქმა, იმიტომ რომ განსხვავებული შეფასებები კეთდება. ეს ბუნებრივიც იქნებოდა და მოდით ამაზე ნორს კი ვინერვიულებთ, იმიტომ რომ ოპოზიცია იმის არის, რომ ყველაფერს უფრო კრიტიკული თვალით უყურებს და ხელისუფლებამ უნდა უმტკიცოს საზოგადოებას, რომ ყველაფერი შედარებით უფრო კარგად მიდის, მაგრამ ბატონმა ბაიდენმა თქვა გასაგებად, რომ თავად ვარდების რევოლუციის იდეის საწინააღმდეგო ამ ადმინისტრაციას არაფერი აქვს, პირიქით მათ მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ლტოლვა საზოგადოებისა, მეტი თავისუფლებისაკენ, ტრანსპარენტულობისკენ, გახსნილობისკენ ეს მისასალმებელი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლოს და ბოლოს ეს სახელმწიფო დაფუძნდა სწორედ ამ პრინციპებზე. მაგრამ ვარდების რევოლუციას დააფასებენ საბოლოოდ და შემდგარად ჩათვლიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დეკლარირებული იდეები, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა თავის დროზე, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებას, იქცევა რეალობად. ანუ ბაიდენმა უთხრა ხელისუფლებას, რომ ჩემო მეგობრებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, პრეზიდენტი ძალიან აქო, ხო, თქვა რომ თქვენო ისეთი ძლიერი თუ ჭკვიანი პრეზიდენტი ყავთ და აი განათლება რო არ მიიღო, ბავშვებს მაგალითი მიცე რომ განათლება მიიღო. არც ის დააკლო დაუშვა და ვერ ვიტყვით რომ ეხლა სააკაშვილზე რაღაცა ცუდი თქვას. ობიექტურად შევაფასოთ ყველაფერი, მაგრამ არ უთქვავს მას რომ საქართველოს მომავალი ამ ხელისუფლების მომავალზეა ჩამოკიდებული. მან თქვა რომ საქართველოს მომავალი არის დამოკიდებული ქართველების მიერ საერთო ენის გამონახვაზე. და ამ პროცესში რომ საქართველოს ხელისუფლებას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. არა იმიტომ ვიღაცა სააკაშვილი მოწონს თუ არა, ან ბაიდენს ამერიკაში განათლება მიღებული სააკაშვილი სიმპათიურება. არა, უბრალოდ იმ ფაქტის გამო რომ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი. თქვენ რო იყოთ პრეზიდენტი, თქვენზე იტყოდა იგივეს და თქვენზე იფიქრებდა იგივეს. ამიტომ ბაიდენმა უთხრა ჩვენს ხელისუფლებას, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, კოლეგებო, პოლიტიკოსებო, რასაც სიტყვიერად ამბობდით, მოდი დაიწყეთ ახლა უკვე ამის გაკეთება. ანუ საქმე თქვენს მიერ გაცხადებული იდეალების კვალდობა. რადგან სხვადასხვა ჭრილში ამ განცხადებების აღქმაზე ვსაუბრობთ, ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის, იგივე ვარდების რევოლუცია, არა, ოპოზიციისთვისაც იყო რა თქმა უნდა მინიშნებები, ჩვენთან შეხვედრაზე ძღიათაც ითქვა, რომ იმისთვის რომ ჩვენ რეალურად მოვახდინოთ გავლენა პოლიტიკურ პროცესზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული უფრო აქტიურად ამ პოლიტიკურ პროცესებში და არა მარტო დავუშვათ ქუჩის საპროტესტო აქციებში. ოპოზიციის ნაწილისთვის ვარდების რევოლუციაზე მის შედეგებზე საუბარი იყო იმაზე მინიშნება, რომ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს კიდევ მეტი დემოკრატიული რეფორმები და არა იმის აღიარება, რომ საქართველოში დემოკრატია უკვე შედგა. ალბათ ეს ხელისუფლებამაც ასე აღიქვა, რადგან თვითონაც საუბრობენ რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე. თუნდაც ამ ვიზიტის შემდეგ, ამ განცხადებების მოსმენის შემდეგ, ხომ არ არის მოსალოდნელი უფრო ეფექტურად დაიწყოს იმ ინიციატივებზე, იმ რეფორმებზე მუშაობა, რაც უკვე მოისმინა საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას და მოსალოდნელია თუ არა ამ პროცესში უფრო აქტიური ჩართულობა ოპოზიციური სპექტრის. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის ინიციატივები, რომელიც პრეზიდენტის მიერ
პარლამენტში იქნა შემოთავაზებული, სრულიად არასაკმარისი არის ამ ტიპის გამოწვევებისათვის საკადრის პასუხის გასაცემად. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მართლაც რეალურად დაუძრად გაყინული პროცესი, ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს მიდგომები დაწყებული სასამართლოდან დამთავრებული მედიის მდგომარეობით. ამ თვალსაზრისით საკმაოდ დეტალური ინფორმაციის მიწოდების საშუალება გქონდა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისათვის, მათ შორის დოკუმენტების დონეზეც, თავშოთ მე კოლეგებთან ერთად გადავეცი ქართული მედიის მიმართვა ვიცე-პრეზიდენტისადმი, სადაც აღწერილი არის ის ბოლო მოვლენები, რომელიც განვითარდა მედიაში და გარკვეულწილად რეკომენდაციების სახეც აქვს თუ რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ოდნავ მაინც გამოსწორდეს ამ მიმართულებით სიტუაცია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ იმ თემების გარდა კიდე ბევრი სხვა არის დასამატებელი, მათ შორის იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით. თუმცა ამის და გარდა ამისა, სხვა დოკუმენტური მასალაც მიაწოდეს ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, რომელიც დაპატიმრებული ადამიანების ბედს ეხებოდა და ასე შემდეგ, ასე რომ ინფორმაციულად დატვირთული წავიდა ვიცე-პრეზიდენტი აქედან, თუმცა პირადად ჩემი შტაბეშტილებით ის საკმაოდ ინფორმირებული გახლდათ მანამდე სანამ ჩამოვიდოდა. თავი რო დავანებოთ იმას, რომ ეს ადამიანი გახლავთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს შორის ყველაზე კომპეტენტური საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და ყველაზე მეტად უკეთესად იცნობს ამ რეგიონს და ამ თვალსაზრისით ჩვენ მართლა ძალიან გაგვიმართლა ქალბატონი ჰილარი კლინტონის შესაძლებლობების გადაფასება ნამდვილად არ არის საჭირო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის ამერიკულ პოლიტიკაში. თუმცა მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ბაიდენს მართლაც გასაგები მიზეზების გამო ამდენი წელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ჰქონდა პირდაპირი შეხება მათ შორის ამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ანალიზთან, პოლიტიკის განსაზღვრავთან ამერიკის შეერთებული შტატების გაცილებით ადვილია მასთან ამ თემებზე საუბარი და მისი მხრიდანაც ბევრი ისეთი სახის და შინაარსის რჩევა მოვისმინეთ, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით მე თითქმის ყველა სახის უმაღლეს დონის შეხვედრაზე ყოფილ ვარ, არ მოგვისმენთ. იყო მსგავსი რჩევები ან რეკომენდაციები შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით? აი როგორი ელეგანტურიც და დიპლომატიურიც გახლავთ ეს ადამიანი გარეგნულად და ქცევით, ასეთივე არის ურთიერთობაში და საუბრის დროს, რა თქმა უნდა, მის ამ საუბარს არ ქონდა ჭკუის დარიგების ხასიათი. თუმცა მე პირადად რჩევად ნამდვილად მივიღე არათუ ბევრი ყველა ის მოსაზრება, რომელიც მისგან მოვისმინე. რადგან ის შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ის შეესაბამება მათ შორის ჩემი როგორც ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისა და ამ ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანის ინტერესებს. ასე რომ ჩვენ გვაქვს დღეს ძალიან დიდი შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვით. ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც დღეს იქნა ჩვენს მიმართ გამოხატული, ჩვენ უნდა ამის რეალიზება მოვახდინოთ, ამის რაციონალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ამის შესაძლებლობა არის. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ამისთვის. საქართველოს ხელისუფლება იმედია იქნება უფრო ადეკვატური ამ ვიზიტის შემდეგ ქვეყნის შიგნით გასატარებელი დემოკრატიული რეფორმების მიმართ. ახლა საჭიროა თავად ოპოზიციის მხრიდან კიდევ უფრო მეტად რაციონალური მიდგომები, უფრო კვალიფიციური მიდგომები საიმისოთ, რომ ხელისუფლებას არ ქონდეს ალაპარაკოთ, რომ იცი რა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამისთვის და აბა ვნახოთ ერთი მაგიდაზე რა საწყობენ. ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებში არსებობს საკმარისი რესურსი საიმისოთ, რომ ამ კითხვებზე პასუხები საზოგადოებამაც და ადმინისტრაციამაც ამ შეხვედრაზე მინიშნება იმაზე, რომ მოლაპარაკების პროცესმა, უბრალოდ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არ უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესები ქუჩაში. ასეთი განცხადება პარლამენტშიც გააკეთა ჯოზეფ ბაიდენმა, მან განაცხადა, რომ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით და არა ქუჩაში. თუმცა შეხვედრა მანამდე ქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მას, ვიდრე გამოვიდოდა საქართველოს პარლამენტში. იყო თუ არა მსგავსი აქცენტები გაკეთებული ამ შეხვედრაზე? ამ შეხვედრაზე ბევრ თემაზე ვისაუბროთ, ის რაც ღია თქვა ბატონო ბაიდენმა და ახლა თქვენ ბრძანეთ, მე აღარ გავიმეორებ, მას სრულიად გასაგებად თქვა ის რის თქმაც უნდოდა. ფაქტია ერთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მათი წარმომადგენლებისა თუ საელჩოს მეშვეობით ყოველთვის ახალისებდა ცივილიზებული პოლიტიკური დიალოგის წარმართვას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მათ ყოველთვის ასეთი პოზიცია ეკავათ, ანუ ამ თვალსაზრისით რაიმე სახის განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არც იყო. უბრალოდ ჩვენი საუბრის დროს უფრო მეტი მაგალითი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების
ძველი თუ თანამედროვე ისტორიიდან იქნა მოყვანილი საიმისოდ, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება, რა თქმა უნდა, პრინციპულობის გამოჩენასთან ერთად უფრო მეტი მოთმინება და ჩვენი მოქმედებების რაციონალურად დაგეგმა და გატარება. რა თქმა უნდა, ძალიან კრიტიკულ კონტექსტში ხელისუფლებასთან მიმართებაში. და დასასრულს რომ შევაჯამოთ ასე ვთქვათ, ჩვენ საუბარი ძალიან ბევრი კითხვა ისმობდა სანამ შედგებოდა ბაიდენის ვიზიტი საქართველოში, მედიაში იმაზე, რა გეგმით ჩამოდის ბაიდენი საქართველოში და რა მოყვებოდა ამ ვიზიტს. გაიცა თუ არა ამ შეკითხვებს უკვე ერთმნიშვნელოვანი პასუხი? აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. თუ არ ვშტები 20 წუთი იყო ქრონომეტრაჟი ბატონი ბაიდენის გამოსვლა პარლამენტში. მაგრამ დამეთანხმებით რომ არ დარჩენილა არც ერთი სფერო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომელთა მიმართებაშიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს თავის დამოკიდებულება არ გამოიხატოს და ეს არის დამოკიდებულება, ეს არის ფაქტობრივად კონცეფცია ამ ახალი ადმინისტრაციის მუშაობისა და პოლიტიკისა მომდევნო წლების განმავლობაში. თქვენ დააკვირდით ხო, როგორ ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს ვერ შეძლებენ და ასე შემდეგ. ძალიან გამონათქვამების დონეზე ეს ყველაფერი ძალიან კატეგორიული ფორმით იყო მოტანილი. ხო? აი თვითონ ბაიდენი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ელეგანტური ადამიანია და მისგან ნათქვამი ყველაზე მკაცრი სიტყვებიც კი შეიძლება ითქვას მოზომილად ჟღერდა, მაგრამ აი ესო წაიკითხოთ ხვალ და მე ვაპირებ, რომ დაბეჭდილ ტექსტსაც გავეცნო იმისთვის, რომ ემოციას არ ავყვე ამ შემთხვევაში. თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ტრიბუნად იქნა გამოყენებული საქართველოს პარლამენტი ამ რეგიონთან და არა მარტო საქართველოსთან და მათ შორის რუსეთთან მიმართებაში მომავალი წლების განმავლობაში გასატარებელი პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტური კონცეფცია. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გახდათ ჩვენი სტუმარი. დაგვაუდეთ პირველი თემა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნება და ჩვენ შეკითხვებს საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათო ქუთელია უპასუხებს. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბათო ქუთელია. საღამომშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო ბათო, შეფასება პირველ რიგში ისევ თქვენთანაც შეფასებით სურს დავიწყო საუბარი. პოზიტიური რაც მიიღო თბილისმა ამ კონკრეტული ვიზიტით და ობამას და შემდგომში უკვე ბაიდენის ვიზიტით და მათ მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ გამოიკვეთა თუ არა მკაფიოდ რა მიმართულები წარმართავს თავის პოლიტიკას ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში. დიდი მადლობა. ალბათ გადაჭარბებულ შეფასებად არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის დღევანდელი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო ერთ-ერთი და ჩაიწერება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად, იმდენად რამდენადაც სწორედ ამ გამოსვლით დაფიქსირდა ის სტრატეგიული გეგმა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მიმართულებით და ყველა საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს აქტიურად დღის წესრიგში განიხილება, ყველა საკითხზე იყო ძალზედ მკაფიო და ცალსახა პასუხები. აქ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ უსაფრთხოების თემა, სადაც ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიო და ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა იქნება უზრუნველყოფილი, ქართული ხალხის არჩევანი აირჩიოს თავისი გზა განვითარების შეუქცევადად უზრუნველყოს დიდი ხნის განმავლობაში მისი უსაფრთხოება არის ის თემები, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები არის დაინტერესებული, მისი სასიცოცხლო ინტერესები არის და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები იქნება გარანტორი ამისი. ალბათ ამაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ სიგნალს ძნელია რომ ვინმე მოეღოს. ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ქარტიის ფარგლებში არაერთხელ გაესვა ხაზი, დამატებით რა დახმარება შეიძლება იყოს მოსალოდნელი ამ მიმართულებით. აქ ცოტა სხვა ეტაპზე გადავედით ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობით. აქ აღარ არის ლაპარაკი, რომ საქართველოს იყოს რეციპიენტი გარკვეული დახმარების. აქ არის ურთიერთთანამშრომლობაზე ლაპარაკი. ანუ რა შეუძლია საქართველოს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულმა პარტნიორმა შეთავაზოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და სანაცვლოდ იმ პრობლემების მოგვარებისთვის რა ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის შეერთებული შტატები. დაწყებული ეკონომიკური სფეროთი. საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით ომის შემდგომ საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის იმ დროს სენატორს, ახლა კი ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს თავისი ინიციატივით 1 მილიარდიანი დახმარებით.
ამ შემთხვევაში საქართველოს როლი ამერიკის შეერთებული შტატების პრაგმატული ინტერესებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი არის, იმდენად რამდენადაც საქართველოს შენარჩუნდა როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურა აღდგენილი არის. რამაც ვიძგი მისცემს ხო დონორების დახმარებასაც. ცალკე დონორების დახმარებას, მაგრამ პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ ინფრასტრუქტურა საქართველოს ტერიტორიაზე დღეს მუშაობს გამართულად და როდესაც საუბარი არის დასავლეთ აღმოსავლეთ დერეფნის ეფექტურ მუშაობაზე, ორივე მიმართულებით თუ თქვა დასავლეთიდან აღმოსავლეთით ტვირთები წავა ავღანეთის მიმართულებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წამოვა ენერგომატარებლები. ანუ ამ შემთხვევაში აი ეს პრაქტიკული შედეგიც სახეზე არის და ამაში ჩადებული ინვესტიცია საკითხია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. რამდენად გეგმება ამ მიმართულებით მუშაობის გაღრმავება და პირდაპირ დახმარების მიღებაზე თუ არის საუბარი? თუ შეიძლება უბრალოდ ამაზე უსაფრთხოება არის საკმაოდ ფართო ცნება, რომელიც რამოდენიმე განზომილებას მოიცავს. უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო კომპონენტი, უსაფრთხოება არ არის მარტო შეიარაღება და ტექნიკა, უსაფრთხოება არის ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკა, საგარეო გარანტიები ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აღსანიშნავია სწორედ აი ეს სტრუქტურა ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლის, სადაც ის შეეხო გარანტიებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები წამყვანი დემოკრატიული ქვეყანა უზრუნველყოფს, ასევე სურვილის დახმარებისა საქართველოს თავად ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი თავდაცვის უნარიანობა, რაც არის გაეროს ქარტიის 51 მუხლით გარანტირებული ყველა სუვერენული ქვეყნისთვის და ამ მხრივ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია. ესეც გარდა რა თქმა უნდა ფასეულობითი მნიშვნელობისა და ახალგაზრდა საქართველოს დემოკრატიისთვის დახმარებისა, ასევე გარკვეული პრაგმატული ინტერესების მატარებელი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ისევ და ისევ დაუბრუნდეთ ენერგოუსაფრთხოების საკითხს, ან სატრანზიტო დერეფნების საკითხს. ბატონ ბათუ, თავად ბაიდენმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა ის, რომ სპეციალურად დაიგეგმა ამ დროს მისი ვიზიტი საქართველოში, მაშინ, როდესაც იგეგმებოდა ობამას ჩასვლა მოსკოვში. ამ ფონზე რა შეგვიძლია რადას უნდა გამოვიტანოთ, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა, ანუ რამდენად განსხვავდება ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება რესპუბლიკელთა ადმინისტრაციისაგან? ეს ვიზიტი, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არ იყო დიპლომატიური ვიზიტი, ეს იყო პოლიტიკური ვიზიტი. შესაბამისად, პოლიტიკურ ვიზიტს გაცილებით უფრო მეტი დატვირთვა აქვს და გარკვეულწილად სიმბოლიზმსაც აქვს თავისი მინიშნებითი ხასიათი. ამ შემთხვევაში ხაზგასმა ვიცე-პრეზიდენტის მიერ, რომ ეს დაიგეგმა სწორედ რუსეთში პრეზიდენტ ობამას ვიზიტის შემდეგ, არის მინიშნება იმაზე, რომ ამითი რუსეთს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ მე-19 საუკუნის დროინდელი პარადიგმებით ოპერირება, გავლენის სფეროებზე ლაპარაკი არის მიუღებელი. ამერიკის შეერთებული შტატები უდგას გვერდზე ყველა განვითარებულ ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ იყოს დემოკრატიული, ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ ჰქონდეს თავისი სუვერენული არჩევანი. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს პოლიტიკურად იყო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სიგნალი და სწორედ ის ტერმინოლოგია და ლექსიკონი, რაც გამოყენებული იყო ამ გამოსვლაში, გაცილებით უფრო მეტი იყო ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური რა შეეხება ცვლილებას წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულებასთან შედარებით? წინა ადმინისტრაცია, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ თუ იმაღებული კურსის გაგრძელება. კურსის გაგრძელება არის, ოღონდ ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ესე მოკლედ შეიძლება ესე დავახასიათოთ, თუნდაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, თუმცა წინა ადმინისტრაციას უკვე ბოლო წლებში პოლიტიკური რესურსი მისი განხორციელების არ ჰქონდა, იმდენად რამდენადაც სხვა პრობლემებით იყო დახუნძრული და არჩევნების წინა პერიოდში ბუნებრივია ეს მათთვის საკმაოდ რთული განსახორციელებული იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ახალმა ადმინისტრაციამ ასეთ მოკლე პერიოდში და საშუალოდ ნებისმიერ ახალ ადმინისტრაციას თუ გადავხედოთ ამერიკის ისტორიას, მინიმუმ 6 თვე ჭირდება, რომ საერთოდ დაიწყოს პოლიტიკის ფორმულირება. უახლოეს პერიოდში საქართველოს მოხდა პირველ პრიორიტეტში და უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯი გულისხმობ ქარტიის ეგიდით სამუშაო ჯგუფების შექმნას და სამუშაო დღის წესრიგის განსაზღვრას, ეს ბევრის მანიშნებელი არის. ანუ კურსი გრძელდება, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განსაზღვრელი ფაქტორი არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება ყველა თავისუფლების მოყვარე და თავისუფლებისათვის მებრძოლ ქვეყანას, ვისაც აქვს იგივე ფასეულობები, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და ცივილიზებული სამყარო იზიარებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, როდესაც ეს ქვეყნები
ხალხსახად ადემონსტრირებენ თავიანთ სურვილს და ამ შემთხვევაში ეს არის ხარისხობრივად უკვე ახალ ეტაპზე გადაყვანა ჩვენი. ის რომ შეერთებული შტატები არასოდეს ცნობს სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, ის ფაქტი რომ ამისაკენ მოუწოდა ბაიდენმა სხვა სუვერენულ სახელმწიფოებს, ის რომ არ ცნობს რუსეთის გავლენის სფეროებს პოსტჩაბჭოთა სივრცეში და პირველ რიგში სამხრეთ კავკასიაში და ის რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, შეიძლება ითქვას იმდენად ღია რომ ალბათ აქამდე ალბათ არასოდეს დაფიქსირებულა ასეთი მკვეთრი და მკაცრი პოზიცია შეერთებული შტატების უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან. ეს არის პირდაპირ და არაუაზროვანი გზავნილი, მაგრამ რა რეაქცია შეიძლება მოხვდეს ამას მოსკოვის მხრიდან და როგორ შეიძლება იქნას აღქმული ეს გზავნილი კრემლში? ჩემთვის ძალიან ძნელია პროგნოზი გავაკეთო რა რეაქციას გამოიწვევს ეს რუსეთის პოლიტიკურ წრეებში იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ძნელია საერთოდ რაიმე პროგნოზი გავუკეთო იმ რეჟიმს რაც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში არის ხელისუფლებაში. დეტალის გათვალისწინებ რომ ობამას ვიზიტის შემდეგ მედვედევი ჩავიდა ცხინვალში. რაც შეიძლება ჩვენი პოზიციები და ჩვენი გადმოსახედიდან ვიმსჯელოთ არის ის რომ ეს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენმაც დააკავშირა ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთის ურთიერთობა არ არის ერთგანზომილებიანი ასე ვთქვათ მოვლენა და ამას ახლავს სხვა პირობები თუ სხვა ინტერესები ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ცალსახად დაფიქსირდა და ის განცხადებები ზოგადი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაკეთებული მოსკოვში ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენმა კიდევ უფრო გააღრმავა და ცალსახად შემოხაზა ის ჩამონათვალს ნატოში გაწევრიანება ეს ასე ვთქვათ შედეგი არის უკვე იმ პროცესის რასაც ქვია სუვერენული არჩევანი ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენმა ცალსახად შემოსაზღვრა ის პოლიტიკური საზღვრები სადაც ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს რომ რუსეთი ჩაერიოს და რუსეთმა ხელყოს მისი მეზობელი ქვეყნის სუვერენული დემოკრატიული დამოუკიდებელი არჩევანი. და ბატონო თუ კიდევ ერთი კითხვა რომელიც ამ დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ დაისვა ჯერ კიდევ ვიზიტამდე რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოხდეს ამ ვიზიტს უშუალოდ კონფლიქტურ რეგიონებთან ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში საუბარი ამაზე რომ სადამკვირვებლო მისია გაფართოვდეს ამერიკელი მონიტორების ჩართვით თავად ბაიდენმაც განაცხადა რომ მას ამის საწინააღმდეგო შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს იმ შემთხვევაში თუ კი იქნება საქართველოს სურვილი და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და ამ პროცესის დაწყებას და შემდეგ ეფექტურად განხორციელებას, ეს რა თქმა უნდა ადვილი პროცესი არ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალზედ მნიშვნელოვანი არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. აქტიურად ჩართვა ნიშნავს ბევრ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას. ეს არის იგივე თუნდაც დავიწყოთ იმით რომ საქართველოს გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკურად, პოლიტიკურად, იგივე თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას, თვითონ უშუალოდ პროცესში მონაწილეობას, საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებას და უნდა ვაღიაროთ ნამდვილად რომ რუსეთი საკმაოდ გრძნობიარე არის დღესდღეობით იგივე იმ დიპლომატიური კრახების გამო, რაც მათ განიცადეს იგივე 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოსთან ომის შედეგად და მას შემდეგ შლეიფი იმ გადაწყვეტილებებისა, რაც ომს მოყვა გულისხმობ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, შემდეგ ეუთოს და გაეროს მისიაზე ვეტოს დადებით, ბუნებრივია არც ერთი ეს არ შეიძლება შეფერხებული ევროკავშირის დამკვირვებლების სრულყოფილი მუშაობა კონფლიქტურ რეგიონებში. არც ერთი ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის დიპლომატიურ გამარჯვებად, პირიქით ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ხოლო უკვე კონკრეტულად ტაქტიკურ ელემენტებს, ანუ ევროკავშირის მისიაში იქნება ამერიკის შეერთებული შტატების დამკვირვებლები ჩართული, თუ რაღაცა სხვა ელემენტები დამატებით გამოყენებული, ეს არის შემდგომი მოლაპარაკებების საგანი და ეს არის უფრო ტაქტიკა. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რომელზეც ჩვენ ამ შემთხვევაში რუსეთის რესურსი იგივე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებზე გარკვეული გავლენით დაბლოკოს ეს საკითხი. საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა არ განისაზღვრება მარტო საქართველოსი და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენმა ეს ახსენა. საქართველოს დღეს უყურებს ბევრი სხვა დემოკრატიული ქვეყანა ან ქვეყნები, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ დემოკრატიული. საქართველო არის მოდელი
და ეს ძალზედ საამაყო არის, ოდესაც ასეთი ტიპის ეპითეტით მოიხსენიებენ საქართველოს. ბუნებრივია ეს ჩვენზე ძალზედ დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს ადასტურებს იმას, რომ ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების და ცივილიზებული დასავლური სამყაროს როლი ჩვენ რეგიონში ძლიერდება. ძლიერდება როგორც პოლიტიკურად, ასევე იმ კონკრეტული მიმართულებებით, რაც უშუალოდ ცივილიზებული სამყაროს ინტერესებშია. ამ შემთხვევაში ისევ ერთ ელემენტს დაუბრუნდები, ეს არის ენერგოუსაფრთხოება და ამ საკითხის განხილვისას გამოჩნდა ცხადად, რომ თითქოს და რუსეთის ტრადიციული მოკავშირეები აღარ არიან ისეთი ერთგულები რუსეთთან თავიანთი პოლიტიკური ურთიერთობის და სულ ყველანი ფიქრობენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რამაც ძალზედ სერიოზული პოლიტიკური ძვრები მოკავშირეებთან შეექმნა პრობლემა. რუსეთს შეექმნა ზოგადად საერთაშორისო არენაზე პრობლემები, მისი ავტორიტეტი შეირყა და შესუსტდა და ამ შემთხვევაში უკვე გასაგები გახდა, რომ ერთპიროვნულად მარტო რუსეთთან მეგობრობა არ იქნება გარანტორი იმისა, რომ ესა თუ ის ქვეყანა ვინც თქვათ ალიანსში მოიაზრებოდა, ასევე გააგრძელებს. ეს თუნდაც ბელორუსიის მაგალითი, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა, ისევ და ისევ ერთ-ერთი საკითხი იყო დაძალება ან მოსყიდვა, რომ ეღიარებინათ მათ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა, ასევე ნაბუკოს გაზის გასადენის პროექტი. ყველაფერი ამითი რუსეთის პოზიციები მცირდება და დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში დამოუკიდებლად რაც არ უნდა დიდი იყოს სახელმწიფო ვერ იცხოვრებს თუ მას არ ყავდა საიმედო და ერთგული მოკავშირეები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ბათო ქუთელია გახდათ პირველი თემის სტუმარი. დაგულოდეთ ჩვენ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. პირველი თემა კლავერ დაბერეთში ჩვენი გადაცემის დასმის ნაწილის სტუმარი გახალთ დეპუტატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკის აღმშვიდობის ბატონ გიორგი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. შეფასებით დავწყებთ თქვენთანაც საუბარს ისევ როგორც ჩვენი გადაცემის წინა სტუმრებთან. არაერთხელ მოვისმინეთ დღეს რომ ძალიან ემოციური გამოსვლა იყო ის რაც მოისმინეს დეპუტატებმა და არა მხოლოდ დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში. თქვენი შეფასება და რა ძირითად საკითხებს გამოყოფდით დღეს მოსმენილი გამოსვლიდან? ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ იმ გამოსვლათაგან, სიტყვათაგან, რომელიც მომისმენია მე საერთოდ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ამერიკის ოფიციალურ პირთაგან, ეს ალბათ ყველაზე ემოციური გამოსვლა იყო. რაც შეეხება შტაბ-ჭილებებს, თუ რა იყო მთავარი ფოკუსი ჩემი აზრით, ჩვენი აზრით, მე ვფიქრობ ეს მაინც ორი საკითხი არის, ორი სტრატეგიული საკითხი. პირველი, ეს არის ყოველდღე არაურაზროვანი განცხადება მის შესახებ, რომ არათუ შესუსტდება, არამედ გაგრძელდება და გაძლიერდება შეერთებულ შტატების მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. და მეორე, რომ რაც პირველს ასე ვთქვათ, პირველი თეზისის გაგრძელება, რომ გაგრძელდება და გაძლიერდება შეერთებულ შტატების მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. და რაც მთავარია, ყოველგვარი ილუზიები, სულ მცირეოდენიც კი თუ კი გააჩნდათ ასეთი ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა ქვეყნის გარეთ, მე ვფიქრობ დღეს საბოლოოდ დაიმსხვრა. მოდით, შიდა პოლიტიკურ პროცესებს დავწყოთ და შემდეგ გადავიდეთ იმ მხარდაჭერას, რაც საერთაშორისო ურთიერთობების საგარეო პოლიტიკაში გამოუცხადა შეერთებული შტატებმა ვიცე-პრეზიდენტის სახელით საქართველოს. დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობა, რასაც არაერთხელ გაუსვა ხაზი ვიცე-პრეზიდენტმა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ამერიკა ამით ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან და არა მხოლოდ ხელისუფლებისაგან რეფორმების გაგრძელებას და უფრო დემოკრატიულ ცვლილებებს. რამდენად არის ამ მიმართულებით საკმარისი ის ინიციატივები, რაც ამჯერად აქვს საქართველოს ხელისუფლებას? დემოკრატიული რეფორმები, მე შეგახსენებთ და ეს დასამალი არ არის, რა თქმა უნდა, არის ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა, რითაც საერთოდ ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში თავიდანვე. ასე რომ, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რამაც გამოხატულება უნდა პოვოს არა მხოლოდ კონკრეტულ გაუმჯობესებაში დაუშვათ ჩვენი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში, ჩვენი უმუშევრობის დაძლევაში, დაუშვათ კორუფციის შემდგომ შემცირებაში და ასე შემდეგ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა შედეგი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური სისტემის გამტკიცება, ჩვენი დემოკრატიის, როგორც უწოდებენ, კონსოლიდაცია, რათა ჩვენი პოლიტიკური სისტემა იყოს უფრო სტაბილური, უფრო დემოკრატიული და კატაკლიზმებისგან მეტად დაცული. და მე იმასაც გავიხსენებდი, რომ ვიცე-პრეზიდენტმა მოიყვანა ციტატა საქართველოს ღერბიდან. და მან თქვა ძალა ერთობაშია, რაც მე ვფიქრობ იყო ძალიან არაურაზროვანი მინიშნება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყველა მონაწილისათვის, რომ უპირველესი რაც ჩვენ უნდა გვამოძრავებდეს დემოკრატიასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი სახელმწიფოს მნიშვნელობა, ჩვენი სახელმწიფოს განცდა, რომელიც უნდა კონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ გამოიწვევს დემოკრატიას პირიქით. მე დარწმუნებული ვარ და ეს ჩვენი ღრმა მრწამსია, რომ
საქართველოს მომავალი, საქართველოს სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დემოკრატიული მომავალი და სხვა მომავალი ჩვენ არ გაგვაჩნია. მაგრამ ის განცხადება, რაც გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა, რომ სოფლიოსთვის დღემდე მნიშვნელოვანია, შეძლებს სულ საქართველოს 5 წლის წინ დასახული მიზნების განხორციელებას და დემოკრატიის ფესვების უფრო ღრმად ჩარგვას, გარკვეულწილად ახლა არის ყველაზე რთული ნაწილი დარჩენილი. ვიცე-პრეზიდენტის ეს განცხადება ხომ არ არის ერთგვარი მინიშნება იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესები შენელდა და საჭიროებს უფრო ძლიერ, უფრო ეფექტურ მუშაობას. არავითარ შემთხვევაში პირიქით მე ვფიქრობ ეს არის იმის მინიშნება რომ ჩვენ აღიარება და ვიცე-პრეზიდენტმა ისე როგორც შეერთებული შტატების სხვა ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ ობამას ჩათვლით არერთხელ აღნიშნეს აღიარეს საქართველოს წარმატებები დემოკრატიული რეფორმების საქმეში და ხაზი გაუსვეს ჩვენი წარმატების მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის საქართველოსთვის არამედ ჩვენი რეგიონისთვის და სხვა ქვეყნებისათვის რომლებიც მიესწრაფიან დემოკრატიას მიესწრაფიან თავისუფლებას რადგან ჩვენი მაგალითით უნდა დავამტკიცოთ რომ დემოკრატია შესაძლებელია თავისუფლება და წარმატება შესაძლებელია ჩვენს რეგიონში და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ იმის ჩემი აზრით უმთავრესი მიზეზი რაც მოხდა შარშან რუსეთის ჩვენზე თავდასხმის სწორედ უმთავრესი მიზეზი იყო არა ეს ტერიტორიები რომლებიც უბრალოდ ასე ვთქვათ პაიკის როლს ასრულებს რუსეთის პოლიტიკაში არამედ ჩვენი მაგალითის ზალა რადგან ჩვენ დიახ შეცდომებით დიახ ჩავარდნებით მაგრამ შეცდომის მიხედვით დავამტკიცეთ რომ სერიოზული წინსვლა მოკლე დროში დემოკრატიის თვალსაზრისით შესაძლებელია და დაიწყოს უკვე რუსეთში თავად რუსეთში მოქალაქეებმა კითხვების დასმა თუ კი შესაძლებელია საქართველოში რატომ არ არის შესაძლებელი საკუთრივ რუსეთში მაგრამ შიდა პოლიტიკურ პროცესებს რაც შეეხება ბატონ გიორგი რუსეთს გადავალ ამ შეკითხვის შემდეგ ოპოზიცია ცალსახად საუბრობს იმაზე რომ ბაიდენის განცხადება დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობას ეს იყო პირდაპირ მინიშნება ხელისუფლებისთვის რომ მან ამ კუთხით უნდა იმუშაოს უფრო მეტი ხომ არ ხდება ერთგვარად სხვადასხვა კუთხიდან აღქმა ბაიდენის განცხადებების ამაზე საუბრობდით კიდე ჩვენი გადაცემის წინასწარმეტყველთან ამგვარ ინტერპრეტაციას ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებისა მე უფრო ღია კარის მტრობას დავარქმევდი, რადგან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება და გაძლიერება, მათი უფრო ასე ვთქვათ, ჩართულობის ელფერის მიცემა, ხასიათის მიცემა, ოპოზიციის თუნდაც ყველაზე უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფების ჩართვა ამ რეფორმების გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა. აქედან გამომდინარე მე ღია კარის მტრობა მიმაჩნია გამომართლებით მხოლოდ რაღაც პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო. მე ვფიქრობ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია და მე იმედი მაქვს და გონია კიდეც რომ ოპოზიციური თუნდაც რადიკალური ოპოზიციური ლიდერების ნაწილი მაინც ამას აცნობიერებს რომ ნამდვილად და ამ ეს ვიზიტიც იმის მეტყველია და ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებიც იმის მეტყველია რომ ეხლა არის სწორი დრო იმისათვის რათა ჩვენ ხელჩაკიდებულებმა ვიზრუნოთ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაწყვეტად რაც შეეხება არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს, არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური სისტემის გამტკიცების საკითხებს, არა მხოლოდ გავუშვათ კონსტიტუციის რეფორმის და სხვა საკითხებს, არამედ უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ საკითხებს, რომლებიც დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. იმ საკითხებს, რომ ესე იგი ჩვენ გავაგრძელოთ კორუფციასთან ბრძოლა მაგალითად. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებებს ამ კუთხით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გავაგრძელოთ სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან გვინორებს სოფლიო ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობა მცირედად, მაგრამ გაიზარდა საქართველოში. ეს არის ისაც ყველაზე მეტად აღელვებს ჩვენს ხალხს. რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხზე პირველ რიგში დამოკიდებულებას რუსეთთან. ობამას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ითქვა, რომ ამ ვიზიტმა და მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში ახალი ომის საფრთხე გაანეიტრალა. მაგრამ თავის პოზიციას მოსკოვმა მიუხედავად იმისა, რომ მას მედვედევს არ გაუწია პასუხი ობამას განცხადებაზე, მოსკოვმა თავის პოზიციას ცხინვალში ჩასვლით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. კიევსა და თბილისში ბაიდენის ვიზიტი ობამას ვიზიტის შემდეგ და მხარდამჭერი განცხადებები ვიცე-პრეზიდენტის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რა გზავნილია მოსკოვისთვის და რა sapasukho ნაბიჯი შეიძლება ამას მოყვეს მოსკოვის მხრიდან უპირველეს ყოვლისა ოკუპირებულ რეგიონებში? პირველ ყოვლისა მე ვფიქრობ და ალბათ ბევრი კოლეგა დამეთანხმება, რომ პრეზიდენტ მედვედევის მიერ ჩასვლა ცხინვალის რეგიონში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მე უფრო დავარქმევდი ამ მოვლენას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა იყო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გარკვეული უმწეობის გამოხატულება, რადგან მათ ვერ მოახერხეს თავიანთი
ერთმანეთი პოზიციის ასე ვთქვათ, რაიმენარად სერიოზულად დაყენება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინაშე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, გაივლო წითელი ხაზები, აი მითაც იყო ისტორიული ეს ვიზიტი, რომ გაივლო წითელი ხაზები, რომ არ იქნება დაშვებული არავითარ შემთხვევაში რაიმენარი ხელშესახების საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი რასაც სამწუხაროდ საკმარისი ყურადღება არ მიექცა მდგომარეობს იმაში, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არ ექცევა საკმარისი ყურადღება, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ, კარგად გავისიგრძეგანოთ, რომ რუსეთის საქართველოს თავდასხმის მიზეზი არ იყო ეს ტერიტორიები. თავდასხმის მიზეზი იყო მრავალი, უპირველეს ყოვლისა ის, რომ სამწუხარო და ეს ტრაგიკულია რუსეთში გადაწყვეტილების მიღებ პირებს საქართველოს სახელმწიფო როგორც ასეთი მიაჩნიათ ანომალიად, მიაჩნიათ მიუღებლად. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს სათავეში. დაუშვათ დღევანდელი ხელისუფლება თუ ნებისმიერი სხვა ხელისუფლება. საქართველოს როგორც სახელმწიფო, რომელიც წარმართავს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ცხოვრობს ისე როგორც სურს საქართველოს ხალხს, არის პრინციპში მიუღებელი. და აი ამის გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი ჩვენი პოლიტიკური სპექტრისათვისაც, მაგრამ მე ვფიქრობ, აი ამის გაცნობიერება მიაღწია საკმაოდ მნიშვნელოვან დონეს მთლიანად დასავლეთში და აქედან გამომდინარე საუბარი იმის შესახებ, რომ მოდი ახლა დავივიწყოთ ეს. მაგრამ რა დონეზე ამის გაგება კრემლში ალბათ ეს არის ძალიან აი სწორედ აი ამაში მდგომარეობს გასაღები, მე ვფიქრობ, კომუნიკაციისა დასავლეთსა და შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რომ ესე იგი საუბარი იმის შესახებ, მოდი ახლა დავივიწყოთ ეს ოკუპირებული ტერიტორიები და ვიზრუნოთ დაუშვათ დანარჩენი საქართველოს განვითარებაზე, არის მცირედად უადგილო, იმიტომ რომ მთელი ეს ასე ვთქვათ ისტორია არ არის ამ ტერიტორიების შესახებ. საქმე ეხება საქართველოს, საქმე ეხება ენერგოდერეფანს, საქმე ეხება იმას, შესაძლებელია თუ არა დემოკრატიული განვითარება ყოფილ საბჭოთა კავშირში და უპირველეს ყოვლისა საკუთრივ რუსეთში. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკის პასუხობდა. ჩვენი გადაცემა დღესავე დასრულებულია, პირველი თემა სამშაბათამდე გემშვიდობებათ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.